მოგესალმებით ეთერშია გურიის ახალი ამბები სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ოზურგეთში წუხალ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით სუსმა ორი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით ამ დილით გამთენიისას ოზურგეთში კახა კვაჭანტირაძე დააკავეს. დაკავება 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდება. კვაჭანტირაძეს პოლიციაზე ძალადობას ედავებიან. კახა კვაჭანტირაძე ნაციონალური მოძრაობის წევრია და 4 ოქტომბერს თბილისში აქციაზე იმყოფებოდა. პარტიის წევრების ინფორმაციით ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აიყვანა და თბილისშია გადაყვანილი, თუმცა ადვოკატი და თანაპარტიელები დაკავებულს ამ დრომდე ეძებენ. როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა რაიონულმა ლიდერმა ბესო ქათამაძემ გითხრა, კახა კვაჭანტირაძეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ჩვენი პარტიელი და თანამებრძოლი კახა კვაჭანტირაძე უწესიერესი კაცი ადამიანს, რომელსაც ეს ქვეყანა ძალიან უყვარს. დღეს დილით 5 საათზე როგორც ტერორისტებს იჭერენ 30 კაციანი სპეცოპერაცია ჩაუტარეს შეიარაღებული პირების თანდასწრებით. რავი, ეს ფაქტი მეტყველებს იმას, რომ ადამიანებისთვის დაშინების ზემოქმედებას ახდენს ხელისუფლება ამ ძალის დემონსტრირებით, როდესაც რეჟიმი ამყარებს ტოტალურ კონტროლს საზოგადოებრივ აზრზე, ადამიანებზე, თავისუფლად მოფიქრალ კახასნაირ პატრიოტ ადამიანებზე, რადგან მან მიიღოს ის რეპრესიული ზომები და მანქანის სამუშაოება, რომელიც მართლაც 27 წელს უტოლდება თუ დახრეტის მუხცაც მიიღებს. ჩვენი ერთპარტიული თვითმარქვია პარლამენტი სრულად 27 წელში მოაქცევს ადამიანებს, რომლებიც თავისუფლად აზროვნებენ და ამ ფაქტთან დაკავშირებით ვფიქრობ საზოგადოებამ უნდა აღიმაღლოს ხმა. ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის ან ორი კაცის, უკვე ათეულობით ადამიანი, პოლიტიკური ლიდერები, ჩვენი პარტიის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ექიმები, მასწავლებლები, ყველა სფეროს ეხება ეს რეპრესია. დღეს თუ რა ხვალ მივლენ ყველასთან, ოცნების მხარდაჭერებთანაც კი მივლენ, როცა მათი თავი აღარ დასჭირდება რეჟიმს. ამ დილით ასევე გურიაში დააკავეს სიმონ მახარაძეც, როგორც მისი ოჯახის წევრი ამბობს, გამთენიისას მათ სახლში დიდი რაოდენობით პოლიციელი შევიდა და მახარაძის დაკავება ხმაურით მოხდა. დაახლოებით ერთი ბატალიონი შემოვიდა თითქმის სახლში 60-70 კაცამდე. წარმოიდგინეთ, მეორე სართულზე ცხოვრობენ მცირეწლოვანი ბავშვები. ორი ბავშვი. ღამე 7 საათი იყო დაწყებული თითქმის. შემოვარდნენ 6 კაცი და ბავშვებს ავტომატი დაადეს თავზე. ბავშვმა გამოფხიზდა და შიშისგან დაიწყო ლაპარაკი, რომ მე არა. წარმოიდგინეთ, ბავშვი ვერ ლაპარაკობს და ის ბავშვის აალაპარაკეს. ქვეყნის სიყვარულს პარტიის წევრობა არ სჭირდება. ენების რაიონული ლიდერი ბესო ქათამაძე, როგორც თავად ამბობს, ბრძოლას ბოლომდე აპირებს ქართული ოცნების წინააღმდეგ და აღნიშნულ ძალას ქვეყნის ჩრდილოეთ კორეად გადაქცევას არ დაანებებს. რაც შეეხება თქვენი პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, თქვენი შეფასება, თქვენი გეგმები, როგორც რეგიონულ დონეზე, ასევე მთლიანად მასშტაბურად. საქართველოს სამსახურს უპირველესად არ ჭირდება პარტია. არ ვიყავი პარტიის წევრი, მაგრამ ამ ქვეყანას ვემსახურებოდი ღირსეულად, რასთვისაც ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრები მადლობის წერილებს მიგზავნიდნენ მაშინ, როდესაც ოპოზიციაში ვიყავი. შესაბამისად, ეს ფაქტი ნაციონალურ მოძრაობას აგრძელავენ თუ არ აგრძელავენ, მათ უნდათ ერთპარტიულად მართვა, ერთპარტიული ქვეყანა, ალბათ ჩრდილოეთ კორეის მოდელი აიღეს მათ. სამაგალითოდ, რომ ბელადი ყავდეს და ბელაძე ვილოცოთ, ალბათ მომავალში ან მისი მამის ან დედის დაბადების დღე გამოგვიცხადონ რამე სახელმწიფო სადღესასწაულო დასვენების დღეთ, ეს უნდა რეჟიმს და აქედან გამომდინარე ჩვენ ვიდგებით ამ ქვეყნის სამსახურში პარტიული ნიშნით ვიქნებით თუ უპარტიო თუ აგურძალავენ, ფიზიკურად ვერ გაგვაქრობენ და ამ ფიზიკურ ვერგაქრობაში ამ ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე ვიდგებით ოზურგეთშიც, თბილისშიც და სადაც საჭირო იქნება ყოველგან იქ რუსული რეჟიმის საწინააღმდეგოდ. ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი წესები კიდევ უფრო მკაცრდება. ცვლილება საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა. მანიფესტაციის მონაწილის მიერ უკანონოდ გზის გადაკეტვა, სახის ნიღბი დაფარვა, ცრემსადენი ან მომწამლელი ნივთიერების ქონა ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამღვევი აქციის ორგანიზატორია 20 დღემდე ვადით. კანონის მიღებას მკაცრი შეფასებები მოყვა ოპოზიციაში, კანონს ანტიკონსტიტუციური და ტოტალური უწოდეს. ფაქტია, რომ ქართული ოცნება არის საერთაშორისო იზოლაციაში, ახლა ერთადერთი
რაც უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ, პოლიტიკურმა, დემოკრატიულმა ოპოზიციამ არის ის, რომ ჩვენ ერთიანობა ვაჩვენოთ, მათ შორის ქუჩაში და სწორედ ქუჩის პროტესტმა, არაძალადობრივმა მშვიდობიანმა პროტესტმა უნდა ჩამოშალოს ივანიშვილის რეჟიმის ვერტიკალი. 2024 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ ხედავთ, რომ მუდმივად ოცნება ცვლის საკანონმდებლო ჩარჩოებს და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მაუწყებელი, ის რომ ოცნება უსუსურ დღეშია, ის ვერ ახდენს საკუთარ მოსახლეობას კომუნიკაციას და 50 ადამიანის მიერ გადაკეთილი ქუჩა მისთვის პრობლემას წარმოადგენს, იმდენადაც კი, რომ სრულიად ცვლის და არგებს ამ ვითარებას საკანონმდებლო ჩარჩოს. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცული. მაგრამ როდესაც რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბება რუსთაველის გამზირზე, მაშინ როდესაც ამის აუცილებლობა და საჭიროება არ არის ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, მიზანმიმართულად უქმნიან დისკომფორტს დედაქალაქის სხვა მაცხოვრებლებს, ვისაც არ გააჩნიათ პროტესტი, ეს არის ძალიან მძიმე. ეს არის ძალიან შემაწუხებელი. ჩვენ ხო არ ვზღუდავთ იმას, რომ ადამიანებმა პროტესტი არ გამოხატონ. გამოხატეთ პროტესტი, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ამით არ უნდა დააზიანოს ხვისი უფლებები. განათლების ახალი რეფორმა, რომლითაც უცხოეთში განათლების მიღება იზღუდება, საქართველოს პრემიერმა გუშინ დაანონსა. პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ საშუალო და უმაღლესი განათლების რეფორმაზე გუშინ ისაუბრა. ეს რეფორმა სკოლებში 11 წლიანი სწავლების დაბრუნებას, უმაღლეს სასწავლებლებში კი ფაკულტეტების რაოდენობის შეზღუდვას ითვალისწინებს. კობახიძის ამ განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა განათლების სფეროში დასაქმებული ძალიან ბევრი ექსპერტი, განათლების სპეციალისტი. მათი შეფასებით, ამ ცვლილებით ქართული განათლების სისტემა კიდევ უფრო დაშორდება დასავლური განათლების სისტემას და ქართული ატესტატი თუ დიპლომი დაკარგავს საერთაშორისო აღიარებას. ფარისევლობა და მათ შორის ეს არის დევნა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემაში არიან კეთილსინდისიერები, პატიოსნები, ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, მათ შორის აკადემიურ მოვალეობას პატიოსნად და სწორედ ეს ადამიანები მე დარწმუნებული ვარ ამ რეფორმის თავარი სამიზნეები არიან. ეს არის მათ წინააღმდეგ მიმართული რეფორმა და არა რეფორმა იმისთვის, რომ განათლების ხარისხი ქვეყანაში იყოს უფრო მაღალი. ოცნების პირობებში ვხედავთ, რომ ყველა რეფორმას ოცნება იყენებს თავისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ყველა რეფორმას იყენებს ბერკეტად წინასაარჩევნოდ და ასევე არჩევნების შემდეგ ახლა უკვე შეცვალეს მიდგომა. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ვიტყვი განათლების რეფორმა ჩვენს ქვეყანაში. და იქამდე სანამ ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარდება შედეგზე ორიენტირებული განათლების რეფორმა, გვეყოლება ასეთი ხელისუფლება, გვეყოლება ასეთი ოპოზიცია, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი. ოპტიმალური ვარიანტი არის ეს რეფორმა, რაც დაანონსდა. ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან იქნება, რა თქმა უნდა, ყურადღებაც და ფინანსებაც, თუმცა მეორეს მხრივ ეს ყველაფერი უნდა იყოს ეფექტურად გამოყენებული, იმიტომ რომ იყოს პროდუქტიული და ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლეზე და სტუდენტზე და სწავლის შედეგებზე. შესაბამისად, ყველა ეს ჩამონათვალი დეტალებში რაც კი ითქვა, ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ საქართველოს მიიღოს განათლებული მოქალაქე. სუსმა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ყალბის სამედიცინო მოწმობის დამზადების ფაქტზე 3 პირი დააკავა. უწყების ცნობით გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა კონკრეტული თანხების მიღების სანაცვლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბის სამედიცინო დოკუმენტაცია დაამზადეს, რის საფუძველზეც ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი მიენიჭათ. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბის სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე 3 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა კონკრეტული თანხების მიღების სანაცვლოდ
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბის სამედიცინო დოკუმენტაცია დაამზადეს, რის საფუძველზეც ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი მიენიჭათ. პირველ შემთხვევაში, თბილისში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა დ.ტ.-მ მოქალაქეს 3000 ლარის სანაცვლოდ გადასცა შშმ პირის ყალბი მოწმობა, რომლის საფუძველი იყო ბრონქული ასთმის დიაგნოზი ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევებისა და კომისიის გავლის გარეშე. მეორე შემთხვევაში, ბათუმში, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა თ.დ.-მ 9500 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი იმ მოტივით, თითქოს მას ჰქონდა C-ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადება. მესამე შემთხვევაში, ქუთაისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა C.O.-მ 3200 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბის სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით. ამ შემთხვევაში C.O.-მ აღნიშნული მოქალაქე მიიყვანა ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელმაც მოამზადა კომპიუტერული ენცეფალოგრაფიის ყალბის ცნობა გამოგონილი დიაგნოზით, რის შემდეგაც C.O.-მ მოქალაქე წაიყვანა სხვა სამედიცინო კლინიკაში კონსულტაციაზე მეორე ექიმთან, რომელმაც თავის მხრივ დაამზადა ყალბის სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით. სამივე შემთხვევაში ქმედება მიმართული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოში ყალბი ცნობების წარდგენითა და შესაბამისად შშმ პირის სტატუსის მინიჭებით სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული საპენსიო და სხვა შეღავათების მიღებისაკენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221 მუხლის მეოთხე ნაწილით, 25-221 მუხლის მეოთხე ნაწილით და 362 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას, კომერციულ მოსყიდვაში დახმარებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენასა და გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე გასცეს ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიშები. ფაქტზე 3 პირი დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მუშაობდნენ ქალაქ ფოთში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორის თანამდებობაზე და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ევალებოდათ სატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება. ჩატარებული გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებმა პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე გასცეს ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიშები, რის სანაცვლოდაც ოფიციალურად დაწესებული გადასახადის გარდა მოქალაქისგან უკანონოდ მოითხოვეს და აიღეს ფულადი თანხა. დადგენილია, რომ ტექინსპექტირების ცენტრში გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე სისტემატურად ხდებოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშების გაცემა, რასთან დაკავშირებითაც ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 მუხლის მესამე და 362 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.